იყავი გამბედავი, ისარგებლო საკუთარი ჭკუით. ნუ მოეპყრობის სხვებს, როგორც საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებას. სახის მხიარული გამომეტყველება თანდათანობით შინაგან სამყაროზეც აირეკლება. მორალი არის სწავლება არა იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერი, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავხდეთ ბედნიერების ღირსი. ზნეობა ხასიათშია ჩადებული. იმ დღიდან, როდესაც ადამიანი წარმოთქვამს სიტყვას მე, ის ყველგან, სადაც კი საჭიროა, წამოსწევს ხოლმე საყვარელ მეს და მისი ეგოიზმი შეუკავებლად მაღლა მიიწევს. იმ ადამიანებს, ვისთვისაც სიცოცხლე ფასეულია, სიკვდილის ყველაზე ნაკლებად ეშინიათ. ადამიანს ადამიანად მხოლოდ აღზრდა აქცევს. ადამიანი ის არის, რადაც აღზრდის შედეგად იქცა. ბრძენს შეუძლია აზრის შეცვლა, უვიცს კი არასოდეს. ბოროტი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, რადგან საკუთარ თავთან დარჩენისას ის ბოროტმოქმედთან აღმოჩნდება. მიეცით ადამიანს ყველაფერი, რაც კი მოესურვება და მაშინვე იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი აღარ არის. აზრების შესწავლა კი არაა საჭირო, არამედ აზროვნების. რაც მეტია ჩვევები, მით ნაკლებია თავისუფლება. მეცნიერება ეს ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე კი ორგანიზებული ცხოვრება. ადამიანს ადამიანად განათლება აქცევს. რაც მოგწონს ყველაფერი ლამაზია, მიუხედავად შინაარსისა. გონივრული არჩევანის გასაკეთებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდე, რის გარეშე შეგიძლია ყოფნა. ინტუიცია არასოდეს ღალატობს მას, ვინც ყველაფრისთვისაა მზად. ნუ აიღებ მოწყალებას, რომლის გარეშეც ყოფნა შეგიძლია. როდესაც სამართლიანობა ქრება, არაფერი რჩება სხვა რამ, რაც ადამიანის ცხოვრებას ფასს შეძენდა. მშვენიერება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც გემოვნებას ეკუთვნის. ჩვენი შემეცნება აღქმით იწყება, გადადის გაგებაში და მთავრდება მიზეზით. არაფერია მიზეზზე უმთავრესი. ადამიანს აქვს მისწრაფება იურთიერთოს თავის მსგავსთან, რადგან ის ასე უფრო შეიგრძნობს საკუთარ თავს ადამიანად, ანუ შეიგრძნობს თავისი ბუნებრივი მონაცემების განვითარებას, მაგრამ ამასთანავე მისთვის დამახასიათებელია მისწრაფება განმარტოებისკენაც. იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც უგონოდ და უზნეოდ არიან სიამოვნებას აყოლილნი, არანაირი ფასი არ აქვს. ოდესმე ჩვენი აღზრდისთვის უმაღლესი რანგის არსებას რომ მოეკიდა ხელი, მაშინ დავინახავდით, თუ რა შეიძლება გამოვიდეს ადამიანისაგან. ჩვენ არ ვართ მდიდარი იმით, რაც გვაქვს, არამედ იმით, რის გარეშეც ყოფნა შეგვიძლია. საქმიანობა ჩვენი განსაზღვრებაა.
მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. გაუზიარე მეგობრებს სიტყვები, რომლებმაც უკვე შეცვალა სამყარო უკეთესობისკენ. შენ ხარ მნიშვნელოვანი. მე უიღბლოდ მიმაჩნიხარ იმის გამო, რომ უბედურება არასოდეს გამოგიცდია. თუ ცხოვრებაში მოწინააღმდეგე არ შეგხვედრია, ვერავინ, მათ შორის ვერც შენ, ვერასოდეს გაიგებს რისი უნარი გაქვს. გზად შემხვედრი დაბრკოლება თავად ხდება გზა. არასოდეს დაივიწყო, რომ ყოველი დაბრკოლება ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. ცხოვრების სრულყოფილებისკენ სწრაფვაში გატარებას სხვა არანაირი ცხოვრება არ სჯობია. თუ ადამიანმა იცის, რატომ ცხოვრობს, მას შეუძლია გაუმკლავდეს თითქმის ნებისმიერ როგორს. ნუ ეცდები, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც შენ გსურს. სანაცვლოდ ისურვე, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც რეალურად მოხდება. მაშინ შენი ცხოვრება კარგად წარიმართება. საბოლოოდ ადამიანმა არ უნდა იკითხოს, რა არის მისი ცხოვრების აზრი. არამედ მან უნდა გაიაზროს, რომ ეს კითხვა სწორედ მას დაესმის. ერთი სიტყვით, თითოეულ ადამიანს ცხოვრება გამოცდის. მას კი პასუხის გაცემა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებით შეუძლია. შენ ვერ გამოაცალკევებ ცოდნას მიწასთან კონტაქტისგან. მეტიც, შენ ვერაფერს გამოაცალკევებ მიწასთან კონტაქტისგან. ხოლო რეალურ სამყაროსთან გარისკვის გარეშე ვერ იკონტაქტებ. შენ უნდა იურთიერთო რეალურ სამყაროსთან და ამის კარგი თუ ცუდი შედეგების ფასი გადაიხადო. ამის შედეგად კანზე აღბეჭდილი ნაიარევები კი სწავლისა და აღმოჩენის წინაპირობად იქცევა.